წლების მანძილზე მოგიწიათ ნაქირავი ბინაში ყოფნა. იყო ეს. როგორ მოხდა იქ, რომ არ ქონდათ ბინა? მოხდა ჩვენი დაუდევრობის გამო, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ზაზასაც სახლი ჰქონდა, მეც სახლი მქონდა, რაღაცა კიდე სახლები არსებობდა და ამაზე არასოდეს არ გვიფიქრია, რომ უდესმე დავრჩებით ყველაფრის გარეშე. და ალბათ იმანაც, რომ შვილი არ გვყავდა, უფრო ლაღად უდარდელად გვამყოფა ამ საკითხში. აი მაგდად იყო, რომ კინოსტუდიაში განაწილდა ბინები. და ჩვენ როგორც ორი ამ თეატრის წამყვანი მსახიობი, რასაკვირველია, გვეკუთვნოდა, აღრიცხვაზე ვიყავით, მიუხედავად რომ ცხოვრობდით ზაზას სახლში, სადაც მისი დედაც იყო და ჩემი მულიც ერთად ცხოვრობდით და არ იყო არანაირი პრობლემა. ყველანი კარგად ვეტეოდით, მაინც აღრიცხვა იყო, და გვეკუთვნოდა ცალკე ბინა და მახსოვს, რომ მაშინ ზაზა მივიდა ბატონ რეზო ჩხეიძესთან და თქვა, რომ იცით რა ბატონ რეზო, ჩვენ არ შვილი გვყავს არც არა და აი ამას ცოტა ხანში შვილი ეყოლება, სახლი არ აქვს რაღაცა და მოდით ჩვენი, მოდით სხვას მივცეთ, იმიტომ რომ იმათ ამ წუთას უფრო მეტად ჭირდება და ჩვენ აქეთაც იქეთაც პატრონიც გვყავს, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, ჩემი მშობლებიც ახალგაზრდები იყვნენ, ზაზას დედაც ახალგაზრდა იყო და არ იყო ეს პრობლემა. და აი მერე უკვე 90-იანებში, როცა ყველაფერი დაიქცა, როცა ყველაფერი უკვე ჩვენი მშობლებიც იმ ასაკში არ იყვნენ, უკვე პირიქით იქეთ მისახმარებელი ბევრი იყო და რაღაცნაირად მერე ანა გაჩნდა. რასაკვირველია სიტუაცია. და საკუთარი ბინა არ იყო. და იქნებოდა ალბათ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბინის გადასახდელი ქირის ფულიც არ იქნებოდა. რასაკვირველია და ზაზა იმ წლებში ძალიან ცდილობდა ყველანაირად. ეს არის ჩვენი მეგობრების დამსახურება, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ვინც გვეხმარებოდა წლების მანძილზე, რომ ორ არტისტს რაღაცნაირად თავი გაეტანა და ბინის ქირა გადაეხადა. და მე დღემდე მადლობელი ვარ ამ ადამიანების, იმიტომ რომ მართლა ყოველ კაპექს მნიშვნელობა ჰქონდა და ძალიან ხშირად რომ მოვიდოდა ეს ბინის ქირის გადასახდელი, ფიქრობდი, აი ეხლა რა ვქნა, საიდან გადავა. ხომ არ გაგიყიდიათ რამე პირადი ნივთი? უამრავი, რასაკვირველია, ამაზე არც ფიქრობ. არც ფიქრობ, ეს მეორე ხარისხოვანია, რასაკვირველია, ყველაფერი გავყიდეთ, თუმცა შეიძლება ყოფილიყო დედის დანატოვარი. ხო, მაგრამ ადამიანზე უფრო ძვირფასი არაფერი არ არის და თუ ჭირდება ამისთვის, ხვალე მიზრუნოს ხვალე. აუცილებლად არც გული არ უნდა დაგწყდეს. რამდენიმე ბინის გამოცვლა მოგიწიათ ნაქირავებშიც და ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. ეს იყო უკვე ერთ-ერთ ბინაში, უკვე ანა არის გაჩენილი და მოკლედ ახალი წელი მოდის და ჩვენმა მეგობრებმა დავგეგმეთ, რომ ანასთან ბებია დარჩება და ღამე მე და ზაზა ჩვენ მეგობრებთან ერთად შევხვდებით ახალ წელს. დავალაგე რასაკვირველია საახალწლოდ ბინა გაპრიალებულია, ეს ყველაფერი რეპეტიციებსა და ამ გადაღება ყველაფერს შორის ამას ვახერხებ და ყველაფერი მზად არის და მოვდივარ სახლში რეპეტიციიდან, აი ხვალ რომ წარმოედგინეთ ახალი წელი იყოს, ნუ ზეგ. და კარს ვაღებ და ვხედავ ეს ჩემი გალაპლაპებული ბინა, რომელიც ეს გენით ალოკილი დავტოვე, გაჯით არის, აი როგორ იცით, თეთრი, აი გაჩრო რაღაცა სტილოს წაუსვამ და მე აი ნაკვალები მთელ იატაკზე, ბილავეძე, აი ესე მოთოთხნული. იმიტომ რომ ზაზას ეტყობა რომ ჩამოვიდა, ეს იფიქრა რომ ეხა ნინელის გული გაუსკდება, გუში მთელი ღამე ამას თავი ახალა და აუღია რაღაცა ტილო, რაიც ხელი მაინც არ მოეკიდა. და ამ ტილოთი იფიქრა რომ აიღებდა და უარესი გააკეთა, იმიტომ რომ ამ ტილოთი მთელი რბილი ავეჯი, მთელი იატაკი, ყველაფერი არის ამაში. და მიცნობს რომ ჩემთვის პრობლემა არ არსებობს. ზაზა უფრო აი უარყოფით თათარი ხოლმე რომ აი არ გამოვა ეს არ იქნება და მე მუდმივად როგორ არ გამოვა ყველაფერი გამოვა არა გვაქვს არა უშავს წიწიბურა გვაქვს არ არის სახლი არა უშავს ჩვენ გვაქვს ჩვენ ამისგან გავაკეთებთ ანუ თოხის სტარზე დავეტევით ვარ მე ის არის რომ არ გამოვა და მახსოვს რომ დავჯექი ეს სკამზე იმიტომ მეტი არაფერი სუფთა არ იყო და ზაზას უთხარი მე ამას არ ავალაგებ ყოველგვარი ისტერიკის გარეშე და ზაზა მიხვდა რომ მე ამას არ ავალაგებ. და ზაზა მითხრა, ეხა დაწყნარდიო, ჩაალაგე ბარგი და ჩვენ მივდივართ ბაკურიანში შევხვდებით ახალ წელს. მე ესე ვიჯექი, ესე ღაპაყუპით მომდიოდა ცრემლები და
ზაზამ ესე იგი გამოიტანა ჩანთა. თბილები რა გინდა ბაკურიანში ერთი შარვალი, სამი ჯემპრი და დამთავრდა არც შეღებვა გინდა, არც კაბა გინდა, არც ფეხსაცმელი გინდა. პრობლემა არ არის, მასაც არ დაივაცნი, საერთოდ არაფერს არ პირსაც არ დაიბან, თუ ძალიან გაჭირდა. ერთი დიდი ჩანთა ჩავალაგეთ, ბავშვის ჩვენი ამის ჩავდეთ და ზაზამ მეგობრებს დაურეკა, რომ უკაცრავათო, მაგრამ ჩვენო ვერ წამოვალთ რესტორანში. რას ქვია და არ მოდიხართო? ზაზა მიქაშავიძის გარეშე ახალ წელს რა ფასი აქვს? შენ თუ არ წამოხვედი და თუ არ ვიმღერე და დრო არ გავატარეთო და 3-4 ოჯახი ჩვენი გაკეთებული საახალწლო საჭმელებით ჩავალაგეთ ეს ყველაფერი და ერთი სახლი ესე ვიქირავე და ესეთი ძალიან ლამაზი და კარგი ახალი წელი არასოდეს არ მქონია, იმიტომ რომ არაფერი გასაკეთებელი არ იყო. 4 ქალი ვიყავით, 4 ოჯახი წარმოიდგინეთ, ბავშვებით, ჩავედით, განვლაგდით ყველა ოთახში, ყველამ ეს საჭმელი დააძრო, რაღაც სადამდეც მინდოდა იქამდე ვიყავი, დილით უკვე კოხტაზე ვიყავით ყველანი და არც გაპრანჭვა დაგჭირდა, არც ღელვა არაფერი. მართლა ძალიან კარგი ახალი წელი გამოგვიყვება. დასაწყისი იყო ცუდი, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ რა დავთავრდა. ჩამოვედი დასვენებული და რასაკვირველია ავალაგეთ. გაგიმარჯოთ, ახალწელს დილოცა. გალდა ესა. გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოთ. გია. გაგიმარჯოთ გია.